საღამო მშვიდობის. როგორ ახართ დღეს? აბა კითხვები. ნელი აგიაშვილი გვეკითხება, როცა ყობახიძე ამბობს, რომ 4 ოპოზიციური პარტიის გარეშე სურს მომავალი არჩევნების ჩატარება და მათ ასაკრძალად საკონსტიტუციო სარჩელიც კი არსებობს, არის თუ არა ეს იმის აღიარება, რომ ქართულ ოცნებას პოლიტიკური კონკურენციის უნარი უკვე აღარ გააჩნია? რომ უნარი არ გააჩნია არაფრის, ეს უკვე ნათელია კონკურენციის ნამდვილად და დემოკრატიის უნარი რომ არ გააჩნია, ესეც ჩანს ამაში. ესე იგი აკრძალვა სხვა პარტიების როცა შენ აპირებ რომ ჩაატარო არჩევნები დღეს ხვალ თუ 2028 წელს არის პირდაპირ განაცხადი იმისი, რომ შენი და შენი პარტია მხოლოდ უნდა იყოს მუდმივად ძალაუფლებაში და ამას სხვათა შორის გვიცხადებენ, რომ ჩვენ ვიქნებით და ვიქნებითო. მაგრამ ეს ასე რომ არ მოხდება, ესეც კარგად ვიცით. ამიტომ ნუ ვინერვიულებთ ამაზე. ყობახიძე ამბობს, რომ ჯანსაღ სისტემაში ოპოზიციის ადგილი არ არის. რა რჩება დემოკრატიიდან, თუ კი მართველი პარტია თავაწყვეტს, ვინ არის ჯანსაღი და ვინ ასაკრძალი? არაფერი დემოკრატიიდან ხო არაფერი აღარ დარჩა უკვე. ეს უკვე ნათელი არის და თქვენს რომ მეუბნებით მუდამ ყობახიძემ თქვა და ყობახიძემ თქვა, ეს ამისი ნიშანი არის, რომ ჩვენ ვიმეორებთ მათ რაღაც განცხადებებს, რომელიც სრულიად უაზრო არის, თუ კი ჩვენ საუბრობთ ნორმალურ ჯანსაღ სახელმწიფოზე და თუ ჩვენ საუბრობთ ერთპარტიულ რეჟიმზე, მაშინ ვისმინოთ მათი განაცხადები და ვიყოთ. გია ალექსიძე კითხვა არის ოპოზიციასთან დაკავშირებით. ოპოზიციის ნაწილმა უკვე დაიწყო არჩევნებისათვის მზადება, თავისუფლების მოედანი რეგიონებშია გასული, ალიანსიც გეგმავს შემოიაროს საქართველო. არის ეს წარმატების მომტანი? ოპოზიციამ ალბათ უნგრეთის მაგალითი უნდა რომ გაიმეოროს. ჯერჯი არის უნგრეთის მაგალითი და არის ძალიან ბევრი მაგალითები, რომ შენ არ შეიძლება რომ ყველაფერი წინასწარ უიმედოდ გამოაცხადო და მაშინ რაღა დაგვრჩა. დავსხდეთ სახლში და ვიყოთ და ვიმსჯელოთ თუ როგორი იყო კარგი წარსული ან როგორი იქნება მომავალი. აუცილებელი არის ბრძოლა და გასაგები არის, რომ ის თუ ეს პარტია დაიწყებს რაღაცა ფორმით თავის გაძლიერებას, თავის მომხრეებთან შეხვედრებს, ეს ყველაფერი არის ბუნებრივი ნაწილი იმ დიდი ბრძოლისა, რომელიც გაიმართება, არ ვიცი დღეს, არ ვიცი ხვალ, მაგრამ უბრძოლოთ ამათ არ დავტოვებთ ამ ქვეყნის სათავეში. ლონდარიძე მალხაზის კითხვა არის, რას ურჩევდით ოპოზიციას, შეძლებს თუ არა არჩევნებში ოცნების დასამარცხებლად ერთ მუშტად შეკვრას და გამარჯვებას? გამარჯვებისთვის მხოლოდ რასაც ქვია დღეს ოპოზიცია, იმისი გაერთიანებაზე არ არის საუბარი. გაერთიანება უნდა იყოს საზოგადოების. თუ რამეს გვაჩვენებს სწორედ უნგრეთის მაგალითი არის ის, რომ გაერთიანება უნდა ეხებოდეს ყველა სექტორს, ყველა სეგმენტს საზოგადოებისა, პარტიებს თავისთავად, მაგრამ არა მხოლოდ პარტიებს და ეს დიდი გაერთიანება, რომელსაც ძალიან უწყობს ხელს სხვათა შორის ოცნება. იმიტომ მათი ყველა გადაწყვეტილება რეალურად მიმართული არის იმისკენ, რომ რომელიმე ერთი სეგმენტი საზოგადოების კიდევ უფრო გადაიმტეროს უკმაყოფილოთ აქციოს და ამ ხრივ ეს გაერთიანება საზოგადოების საბრძოლველად თავისთავად მზადდება. იმდენი საკითხი არის, რომელიც ხალხში იწვევს ძალიან დიდ შფოთვას და ძალიან დიდ უკმაყოფილებას. TikTok-ზე წერს პიტერ პენი, რის გარშემო უნდა გაერთიანდეს საზოგადოება? თავის მომავლის გარშემო, დამოუკიდებლობის გარშემო, სახელმწიფოს გადარჩენის გარშემო, დემოკრატიის გადარჩენის გარშემო, ადამიანის არა მხოლოდ უფლებების, არამედ ადამიანის ღირსების გარშემო, ჩვენი ქვეყნის იდენტობის გარშემო, ჩვენი მოსახლეობის საბოლოოდ არ წასვლის ქვეყნიდან გარშემო,
და რამდენი რამე კიდე ჩამოვთვალო. ანუ ყველა ჩვენი მთავარი ღირებულებები რაც არსებობს, ყველაფერი არის საფრთხის ქვეშ დღეს. და ამის ირგვლივ თუ არ შეიძლება გაერთიანება, მაშინ რის ირგვლივ შეიძლება, მაშინ მე დავსვამ კითხვას. ენდრიუ ექტი გვეკითხება Facebook-ზე, რომ მრავალჯერ ნაცადმა ამ ოპოზიციის გაერთიანებამ არ იმუშავა. პირიქით, ცუდი შედეგიც კი მოიტანა. უარეს რეალობაში დაგვაყენა. რატომ გგონიათ, რომ ამ ჯერზე გაამართლებს გულისხმობ პარტიების გაერთიანებას? იგივე სახეებია, იგივე პარტიები, იგივე გეგმა, იგივე მხარდამჭერები. თქვენ რას ელით ახალს? მე ჯერთი არ საუბრობ კიდევ ერთხელ პარტიების გაერთიანებაზე. პარტიები იმისი არის, რომ ყველას ჰქონდეს თავისი იდენტობა, თავისი განსხვავებული ხედვა, რომელიც აისახება შემდეგ არჩევნებზე, როცა იქნება ნამდვილად თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. პირველი მანამდე, სანამ აქამდე მივალთ, იქნება უთუოდ საბრძოლველი არჩევნები, რომელიც მოითხოვს სხვა ტიპის გაერთიანებას, რომელიც მოითხოვს სწორედ საზოგადოების ყველა ძალების გაერთიანებას ამ ერთპარტიული ავტორიტარულ რუსულ რეჟიმის წინააღმდეგ. ეს არის ნამდვილი გაერთიანება და აქ უნდა გავიმარჯვოთ და შემდეგ გაიხსნება ველი ყველა სხვადასხვა პარტიებისთვის და საზოგადოება თვითონ აირჩევს რომელი პარტია, რომელი სოფხედველობა, რომელი პროგრამა მისთვის არის მისაღები ამ ქვეყნის მომავლისთვის. ხედავთ თუ არა საფრთხეს იმაში, რომ ხელისუფლება და ხალხი ორ პარალელურ სამყაროში ცხოვრობს? ხელისუფლება სადღაც პარალელურში ცხოვრობს ნამდვილად და სამწუხაროდ საზოგადოება ცხოვრობს ძალიან რეალურ სამყაროში, რომელიც ძალიან რთული არის დღევანდელ დღეს. ძალიან დიდ ნაწილისთვის ჩვენი მოსახლეობის, რომელიც აქ ცხოვრობს, ან წასული არის საზღვარგარეთ, ყველასთვის ძალიან რთული არის ამ ქვეყნის დღევანდელ პირობებში ცხოვრება და მაგრამ ეს არის დღეს ძალიან კონკრეტული რეალობა, რომელიც ჩვენ წინ არსებობს და ის ხელისუფლება, რომელმაც მიიტაცა რეალურად ხელისუფლება დღევანდელ დღეს ამ ქვეყანაში, ის ნამდვილად ცხოვრობს სხვა განზომილებაში, სხვა საშუალებებით, სხვა კორუფციაში, სხვა ფულით და ვერ ხედავს რეალურად ეს ქვეყანა საიდკენ მიდის, მას არც აინტერესებს საიდკენ მიდის ეს ქვეყანა, მას აინტერესებს მხოლოდ და მხოლოდ და ეს ჩვეულებრივი რამ არის ამ ტიპის რეჟიმებში, მას აინტერესებს მხოლოდ და მხოლოდ მისი ძალაუფლების გადარჩენა, გახანგრძლივება და მას აინტერესებს პირადად მხოლოდ თავისი პირადი მდგომარეობა, თავისი ოჯახის კეთილდღეობა და თავისი სიცოცხლის გახანგრძლივება. ეს არის დიდი განსხვავება იმ რაღაცა პატარა ვითომძდა ელიტის შორის და საქართველოს მოსახლეობის შორის. მარიამ შუბინიშვილის კითხვა სამთავრობო გადანაცვლებაზე. მდინარაძის ირგვლივ ატეხილია აჟიოტაჟი, დააქვეითეს თუ დააწინაურეს ბოლო-ბოლო, ვერ გაიგო ხალხმა. თქვენი აზრით რას ნიშნავს კიდევ ერთი მორიგი სამთავრობო კარუსელი? ჯერთი ეს კითხვები და მე მგონი რომ ამ კითხვებს პასუხი არ გააჩნია, უნდა დაესვას სწორედ ამ სამთავრობო გუნდს და თვითონ უნდა ახსნან, რაც ნიშნავს ის თუ ეს გადაადგილება, სხვათა შორის თუ რამე აზრი აქვს პარლამენტს, პრინციპში პარლამენტის წინაშე, თუნდაც თავიანთი უმრავლესობის წინაშე უნდა ანგარიში წარადგინოს იმ მინისტრმა, რომელიც დაქვეითებული არის, თუ გაშვებული, თუ გადაადგილებული, თქვას რა გააკეთა, მერე პრემიერმა ახსნას, რატომ გადააყენეს, რისთვის გადააყენეს, რა დამსახურება ჰქონდა მას, ან რა შეცდომები დაუშვა და ასე შემდეგ. ეს არის ნორმალური პოლიტიკური ცხოვრება და ამითი აიხსნება ეს გადაადგილებები და ზოგ შემთხვევაში, როცა ძალიან ბევრი გადაადგილება ხდება, პრემიერი ნორმალურ ქვეყანაში თვითონაც გადადგება. ესე იგი არ გაამართლა
მის გუნდმა და ვალდებული არის რომ გადადგეს, მაგრამ ჩვენ ხომ არ ცხოვრობთ ამ ტიპის რეჟიმში და აქ არაერთხელ მithქვავს აქ როტაციას სხვა როლი გააჩნია, ეს არის სუფთა წყლის სტალინისტური მეთოდი როტაციის, რომელიც არის მიმართული იმისკენ, რომ ყველა ჩინოვნიკმა იცოდეს, რომ მისი ადგილი არსებობს მხოლოდ სანამ არსებობს იმ თავის პირველის ნება და როგორც კი ის ნება იცვლება, მას აღარ აქვს არანაირი არც პრივილეგია, არც ძალაუფლება, არც ფუნქცია. და ეს ნიშნავს, რომ ყველა არის ყოველწუთიერად დამოკიდებული იმაზე, იმ ერთზე. და ამითი აძლიერებდა თავის სისტემას სტალინი, ამითი გონია ამ ერთს, რომ აძლიერებს თავის სისტემას და ყველა ყავს დაკავებული ამ ფორმით, რომ შენ იმდენ ხანს ხარ ამ ადგილას, სანამ მე მომინდება. ეხლა ალბათ კობახიძე ფიქრობს, მე რამდენ ხანს ვიქნები, რამდენ ხანს მოუნდება, კალაძეც ფიქრობს, მაგრამ კალაძე ერთი რამით არის დაცული, რომ ალბათ არავის არ აქვს სურვილი ეხლა რომ გაიმართოს თბილისის არჩევნები. მაგრამ არჩევნები არაა საჭირო პრემიერისთვის და ამიტომ კობახიძეს ნაკლები გარანტიები აქვს და იქით-აქეთ ვიღაცეები უმიზნებენ იმის მხარდაჭერას და ამის ადგილს, არ ვიცი, ვიღაცა თურმე მაკა ბუჭორიშვილზე ლაპარაკობს, ვიღაცა კიდე სხვაზე და ამ ყველაფერს ადევნებს ყურს ალბათ ჩვენი კობახიძე. ნანული კაკაბაძე იგივე თემას აგრძელებს და მეკითხება, რომ ჟურნალისტის კითხვაზე დღეს კობახიძემ განმარტა, რომ სამთავრობო კარუსელის დროს შიგნიდან გუნდიდან ხდება კადრების შერჩევა და ბუნებრივია, რომ რადიკალური ოპოზიციის ალიანსიდან ოცნება კადრებს ვერ შეარჩევს და არც მოიზიდავს. ამით გამოდის, რომ აღიარებენ, რომ თვითონ კადრები აღარ ჰყავთ. აღიარება თუ არ აღიარება არ ვიცი, მაგრამ ფაქტი არის, რომ წრე შევიწროვებული არის და ყოველდღიურად ვიწროვდება. ამისი ნიშნები ყველგან არის, რომ ტრიალებს ერთი და იგივე ადამიანების კარუსელი და არა გარედან შემოყვანილი. ერთ დროს ყავდათ კიდევ რაღაცა რესურსი, რომ ახალი ადამიანები შემოეყვანათ, არა ოპოზიციიდან, როგორც ამბობს, არამედ თავიანთი გარეწრიდან. ეხლა ეს გარეწრე აღარ არსებობს და ვართ იმ ვიწრო გადაადგილებებში, რომელსაც ყველა უყურებს და ეს ნიშანი არის ამისი რეჟიმის ბოლო ნაბიჯების, ბოლო საათების თუ წუთების თუ დღეების თუ თვეების, არავინ არ იცის, მაგრამ ეს რომ ბოლოს მანიშნებელი არის, ძალიან კარგად ჩანს. არის თუ იგივე პასუხი გარკვეულწილად გაეცით ამ კითხვას, მაგრამ TikTok-ზე შემოვიდა, არის თუ არა სამთავრობო ცვლილებები ძალაუფლების საბოლოო კონცენტრაცია ერთი გუნდის ხელშია? ერთის გუნდის ხელში კონცენტრაცია დიდი ხანია უკვე მოხდა და ამას კიდე უფრო კონცენტრირებას შეუძლებელი არის. აქ პირიქით არის იმის ნიშანი, რომ ეს კონცენტრაცია უკვე აღარ ყოფნის ამ მართვის კონსოლიდაციას, ასე ვთქვათ. კონცენტრაცია კი არის, ერთი პარტიის ხელში არის ყველაფერი, არა მხოლოდ სამთავრობო გუნდი, არამედ ყველა ის ინსტიტუტები, რომელიც დღეს უნდა იყოს ნორმალურ ქვეყანაში, უნდა იყოს დამოუკიდებელი, ყველაფერი არის ერთ ხელში და რაც უფრო დრო გადის, უფრო და უფრო რთულდება ამ სისტემის მართვა ამ ძალიან პატარა და ვიწრო გუნდისთვის, სადაც არავინ არავის აღარ ენდობა. ეს არის ყველაზე დიდი სისუსტე ამ რეჟიმების ბოლო ეტაპზე, როცა უკვე შემოსული არის უნდობლობა, იმიტომ რომ თვითონაც ხედავენ, რომ უახლოვდებიან რაღაცა დასასრულს და ყველა ფიქრობს, რომ ვინ როგორ გადარჩება ან ვერ გადარჩება. იციან, რომ ერთზე არის ყველაფერი დამოკიდებული მის ნებაზე და რომ ის არავის აღარ ენდობა, ესეც კარგად იციან. და ამიტომ ერთმანეთშიც მიდის ეს რაღაცა უცნაური ანგარიშსწორება. არ ვიცი, ვინმემ თუ ნახა კალაძეს და მისი მეუღლის ვიდეო, რომელიც ვრცელდება
სოციალურ ქსელში ქორწილზე ესწრებოდნენ საფრანგეთში, სადაც ძალიან ბევრი მხიარული რუსი ესწრებოდა, მაგრამ ეს წყვილი რაღაც მოწყენილი მეჩვენებოდა იმ ძალიან მხიარულ გარემოში. ჩაფიქრებული, დაფიქრებული, რატომღაც. ნინო ივანელაშვილის კითხვა არის წარმატებებისათვის მთავარია სწორი გზის არჩევა, მტრის და მოყვარის გარჩევა, ერთობა და სიყვარული, საქმეში კი კონკურენცია და შეჯიბრი, სინდისის პატიმრებისა და პოლიტიკური პატიმრების არსებობის შემთხვევაში შესაძლებელია თუ არა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება. ზოგადად კითხულობს ამ კონკრეტულ ძალიან ბევრი რამის გამო დღეს არ შეიძლება საქართველოს გაწევრიანება ევროკავშირში. იმისთვის რომ ეს პროცესი ხელახლა დაიწყოს, პირველ რიგში ცხადია უნდა განთავისუფლდნენ სინდისის პატიმრები და პოლიტიკური პატიმრები და მეორე რიგში დაუბრუნდეთ ყველა იმ რეფორმას, რომელიც არათუ შეჩერებული, არამედ პირიქით უღმაწასული არის უკვე და ჩვენ ყველაფერი გვაქვს ხელახლა, ასაშენებელი ახლახან ვამბობდი სწორედ რომ ინსტიტუტების დამოუკიდებლობაზე უკვე ლაპარაკი აღარ შეიძლება და პირველ რიგში სასამართლოზე ეს ყველაფერი არის ასაშენებელი ხელახლა. არც ისეთი მარტივი არის და ყველაფერი უნდა დაიწყოს სწორედ სასამართლოთი. ეს არის ის ქვაკუთხედი, რომელიც ყველაფერი დანარჩენს განაგებს. იმიტომ რომ თუ სასამართლო არ არის, მაშინ არც თავისუფალი ბიზნესი ვერ იარსებებს, არც ვერც თავისუფალი ეკონომიკა, ვერც განვითარება, ვერც ფასების რამე ფორმით დარეგულირება, იმიტომ რომ ყველაფერი არის მართული ერთი ხელით, რომელიც არ ექვემდებარება რამე სასამართლოს განაჩენს. ამიტომ სასამართლოთი იწყება ყველაფერი, მაგრამ ძალიან ბევრი სხვა კიდევ რეფორმა არის იმ გზაზე, რომელიც მიგვიყვანს ხელახლა ევროკავშირის გზაზე, მოლაპარაკებებზე და შემდგომ გაერთიანებაზე. ეს არ არის ერთ დღეში გასაკეთებელი. მთავარი არის პროგრესი, პროცესი და განვითარება. ზურაბ ცომაია გეკითხებათ, თქვენი გმირი ლაზარე დაკავებულია. რა ფორმით აპირებთ, რომ ამჯერად გამოუცხადოთ მას მხარდაჭერა? ჯერეთი ადამიანი, რომელიც შევიწყალე, არ არის ჩემი გმირი, არც ერთი ჩემი შეწყალებული არ ყოფილა ჩემი გმირი. შეწყალება არის სულ სხვა აქტი, რომელიც მოიცავს უფრო იმას, რომ ადამიანი შეგეცოდა რამის გამო, ან ჩათვალე, რომ მისთვის ასეთი სასჯელი არაფერთან არ იყო დაკავშირებული. ან კიდევ ბევრი სხვა მიზეზები, რომელზედაც არც საუბრობენ და არც არის საჭირო რომ ვისაუბროთ. მაგრამ გმირობა აქ არაფერ შუაში არ არის, არც ჩემთვის და არც სხვისთვის. ძალიან მენანება ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც ისევე დაუბრუნდა ციხეს. მე არ ვიცი ახლა ამ შემთხვევაში ზუსტად რა მოხდა და რა პირობები იყო, მაგრამ ძალიან ცუდი ამბავი მოხდა და მისთვის ალბათ ძალიან სამწუხარო ერთი შანსი მიეცა, არ ვიცი რამდენად მეორე შანსი ექნება და რატომ არ გამოიყენა უფრო სრულყოფილად ის პირველი შანსი, რაც მიეცა. რა არის თქვენი მთავარი მოლოდინი სინოდისგან ამ კრიტიკულ მომენტში? რა ტიპის ლიდერი სჭირდება დღეს მართლმადიდებელ ეკლესიას? ჭირდება ისეთი პატრიარქი და არა ლიდერი. მართლმადიდებლური ეკლესიის ლიდერი არ არსებობს. არსებობს პატრიარქი ჩვენი ქართული ეკლესიის, რომელიც უნდა აგრძელებდეს ქართული ეკლესიის ტრადიციას და ქართული ეკლესიის ტრადიცია არის ერთი, რომ ის იბრძოდა ყოველთვის და იყო მთავარი საყრდენი სახელმწიფო დამოუკიდებლობის. არ იქნებოდა სახელმწიფო დამოუკიდებლობა და სახელმწიფო ქართული საერთოდ, რო არ ყოფილიყო ძლიერი ეკლესია, ძლიერი და დამოუკიდებელი ეკლესია. ეს ყველა ეტაპზე ჩვენი ისტორიისა, როცა საჭირო იყო
რომ ეკლესია დამდგარიყო სწორედ სახელმწიფოს მხარეს და დამოუკიდებლობის მხარეს, ყოველთვის იქ იდგა და ამზადებდა დამოუკიდებლობას, როგორც ჩვენი ბოლო საუკუნის მაგალითი გვაჩვენებს, როცა რეალურად ეკლესიამ გამოაცხადა ავტოკეფალია, სანამ სახელმწიფო გამოაცხადებდა დამოუკიდებლობას. ეს არის ის, რაც დღეს გვჭირდება, როცა სახელმწიფო ძალიან დიდ გასაჭირში არის, სწორედ რომ ეკლესია თავის სიმაღლეზე დადგეს. მეორე, რაც ევალება ეკლესიას, ეს არის ის, რომ იყოს მით უმეტეს ამ პერიოდში, სადაც ძალიან დიდი დაპირისპირება არის და პოლარიზაცია, იყოს გამაერთიანებელი საზოგადოების და არა ერთი ნაწილი საზოგადოების წარმომადგენელი. ამ ორ დანიშნულებას ვინ და როგორ შეასრულებს, ეს მე არ ვიცი, ეს ჩემი გადასაწყვეტი და ჩვენი საერო პირების გადასაწყვეტი არ არის, მაგრამ პასუხისგებლობა საქართველოს ეკლესიის წინაშე, საქართველოს ისტორიის წინაშე იქნება იმ 39 მღვდელმთავრის, რომელიც მიიღებენ ამ გადაწყვეტილებას ამ მომავალ დღეებში. როდესაც დასავლური მედია პროპაგანდისტულ იარაღად ცხადდება, კი, მაგრამ რა სტანდარტის თავისუფალ სიტყვას გვთავაზობს ქართული ოცნება საზოგადოებას 14 წლის თავზე სასაცილო რეალობაში ვართო. ხო, ანუ კომენტარი არ ჭირდება, გასაგები არის. იმდენად ნათელი არის, რომ ამას კომენტარი ნამდვილად არ უნდა. ემიგრანტებზე რას ფიქრობთ, როდის მიეცემათ ოჯახში დაბრუნების საშუალება სახელმწიფოსგანო? ლელა დადუნაშვილი გვიწერს TikTok-ზე. როცა ქვეყანა თავის განვითარებას დაუბრუნდება, მაშინ იქნება საშუალება, რომ დიასპორიდან ადამიანები დაბრუნდნენ. დღეს არანაირი პირობა არ არის შექმნილი იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში დაბრუნდნენ, არც სამუშაო ადგილები, არც ცხოვრების პირობები, არაფერი არ უწყობს ხელს იმას, რომ დაბრუნდნენ ქვეყანაში და არც ის, რომ არ ჩანს არანაირი ნება ამ რეჟიმის წარმომადგენლებისგან, რომ რამე ფორმით დაეხმარონ დიასპორას პირიქით, ჩვენ ვნახეთ მათი გადაწყვეტილებები, რომელიც მიმართული არის იმისკენ, რომ ხმა წაართვან, არჩევნებში მონაწილეობის უფლება წაართვან და ამითი კიდევ უფრო რეალურად ჩამოაშორონ ქვეყანას და არა მოიზიდონ აქითკენ, თუნდაც დროებით, თუნდაც რაღაცა ფორმებით იყოს მოფიქრებული მათთან ერთად კავშირის გაძლიერება. ამის მიმართ და ამისკენ არაფერი არ კეთდება. დიასპორის სამინისტრო დიდი ხანია გაუქმებულია. სამინისტროში, საგარეოში დეპარტამენტი, რაც შეიქმნა, ის სრულიად უმოქმედოდ არის. საელჩოები და საკონსულოები პრაქტიკულად არ ზრუნავენ ჩვენ დიასპორაზე. მიტოვებული არის და ისეთი განცდა გვმართება, რომ ხედავთ დიასპორას ჩვენგან შორს და ისე ჩანს ვითომც და რომ ხელისუფლებას არანაირი სურვილი არ აქვს, რომ იმან მიიღოს უფრო აქტიური როლი, უფრო აქტიურად იყოს ჩართული ამ ქვეყნის ცხოვრებაში, გარდა ერთისა, რომ გააგრძელონ იმათმა იმ გზავნილების და იმ ფულადი გზავნილების გადმოგზავნა ქვეყანაში, რაც ბიუჯეტისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო არის. ეს არის ის ძალიან სამწუხარო მდგომარეობა, რაც არსებობს დღეს. ლიკა სანებლიძის კითხვა, დღეს დიუშენი დაავადებული ბავშვების წამლის პრობლემამ არავინ დატოვა გულგრილი. თქვენ როგორ ფიქრობთ, როგორ უნდა იყოს ეს საკითხი დარეგულირებული? ძალიან მარტივად, ბიუჯეტიდან უნდა გამოიყოს ეს ფული და გადაეცეს მშობლებს. მთელი დღე გვეუბნებიან თუ რამდენად მზარდი არის ბიუჯეტი და ჩვენი ეკონომიკა ზოგადად და ყოველდღიურად ვხედავთ თუ რამდენი მილიონი მოიპარა რომელიმე ჩინოვნიკმა და ამისთვის არის ციხეში, იმის მაგივრად, რომ ეს ფული წაიღონ და მიუტანონ ერთსი გზემოთ,
დადონ ბიუჯეტში და ამ ბიუჯეტიდან გამოყონ ეს თანხა. დიდ თანხაზე აქ არ არის საუბარი და დიდი უზარმაზარი სიკეთე არის, რომ ეს 100 ბავშვი არ ვიცი, გადავარჩენთ თუ ვერ გადავარჩენთ, მაგრამ გადარჩენა არის ისედაც, როცა ამათ აჩუქებ რამოდენიმე კვირას, რამოდენიმე თვეს, რამოდენიმე წელს, იმიტომ რომ დღევანდელ დღეს ამ სხვადასხვა მიმართულებით ძალიან სწრაფად ვითარდება სამედიცინო პროგრესი და შეიძლება ისეთი რამე აღმოჩნდეს ხვალზე, რომელიც ამ ბავშვებს ნამდვილად გადაარჩენს. და ამიტომ ეს შანსი უნდა მივცეთ, ეს არის მოვალეობა ქვეყნის თავისი ბავშვების მიმართ და იმ თაობის მიმართ. კახაშუბიძის კითხვა, როგორც გამოირკვა საბოლოოდ ოცნების კომისიამ ვერ შეძლო ფასების შემცირება პროდუქტებზე. ხშირად გვინახიხართ თქვენ სუპერმარკეტში. ეს ნიშნავს, რომ თქვენ ნამდვილად იცით რა ფასებია დღეს საქართველოში. როგორ იყიდება პროდუქტი? თქვენ რა ფასად ყიდულობთ ხორცს? არა, მე აწი აღარ მივდივარ სუპერმარკეტში ან სადმე რამე საყიდლად, ისე რომ არ გავყვე კობახიძეს. ერთად ვივლით, გვნახავთ აწი ბაზარში და კარფურში და სხვაგანაც. აბა ირაკლი, უჩემოთ არ წახვიდე იცოდე. მაშინ დავასრულოთ ამ ხიარულ ნოტაზე დღეისათვის სულ ეს იყო. შევხვდებით მომავალ 4 შაბათს. მოვალ 4 შაბათამდე.